უკრაინის ომი უკვე 4 წელია მეტი გრძელდება და ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ომის ბედი სულ უფრო მეტად წყდება არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ტექნოლოგიური კონკურენციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების დონეზე. გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტები, ასევე დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები და ასევე ყველაზე სწრაფი გადაუჭერელი რაკეტები გააგზავნა თითქოს, რაც მის არსენალშია და მათ შორის კრემლის მიერ ხშირად გაფიარებული უანალოგო კლასის იარაღიც გამოიყენა. კიევის მიმართულებით გაშვებული იყო ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა, ასევე ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, კალიბრის ფრთოსანი რაკეტები და ახალი თაობის X-59-79 ეძახიანას. და ასობით დრონი, რომელთა დიდი ნაწილი ირანული ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი შაჰედის ტიპის აპარატებია. ამ მასშტაბის შეტევის მიზანი აშკარა იყო დედაქალაქზე მაქსიმალური ზეწოლა, ინფრასტრუქტურის განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზება, რათა პოლიტიკური ზეწოლა გაზრდილიყო უკრაინის ხელისუფლებასა და ზელენსკიზე. მაგრამ მოხდა ის, რაც ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ეპიზოდად შეიძლება ჩაითვალოს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა სამიზნე გაანეიტრალა. ეს მხოლოდ დასავლური დახმარების შედეგი არ არის. ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინამ შექმნა მრავალშრეალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, სადაც დასავლური სისტემები, პატრიოტი და ნასამსი და სხვა პლატფორმები ერთიანდება უკრაინული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა უკრაინაში მასობრივად წარმოებული ანტისაჰაერო დრონები, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ რუსულ პილოტო აპარატებს. სწორედ ამ გამოცდილებამ უკრაინა გადააქცია თანამედროვე ომის ერთგვარ ლაბორატორიად. ირანის მიერ წარმოებული დრონების ფართო გამოყენების ფონზე უკრაინული ტექნოლოგიური და ტაქტიკური გამოცდილება უკვე ინტერესის საგანია მოგეხსენებათ სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც თავად განან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ამასთან პარალელურად გარკვეული ცვლილებები ჩანს ფრონტზეც. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით თებერვლის ბოლოს დაწყებული ოპერაციების შედეგად უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებაზე 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს და ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ ქვეყანა, რომელიც თავს იცავს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მან განახორციელა დარტყმების სერია რუსეთის სიღრმეში, სამხედრო აეროდრომებზე, ნავთობტერმინალებზე, ლოგისტიკურ კვანძებზე და სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, მათ შორის იმ რეგიონებშიც, რომლებიც ფრონტიდან ძალიან შორს არიან. თებერვალში დადასტურდა დარტყმა უდმურტიაშიც, ქარხანაზე, რომელზეც ბალისტიკური რაკეტების წარმოებას უკავშირებენ, ხოლო ბოლო დღეებში იერიშები გაგრძელდა კრასნოდარის მიმართულებითაც. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უკვე ცდილობს არა მხოლოდ შეტევის მოგერიებას, არამედ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული შესაძლებლობების სისტემურ გამოფიტვას. ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. ეს წარმატებები რამდენად ტაქტიკურია და რამდენად შეიძლება გადაიზარდოს სტრატეგიულ გარდატეხაში, რას გვიყვება რუსეთის მიერ გამოყენებული მასშტაბი, მისი სამხედრო რესურსების მდგომარეობაზე და რას ნიშნავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოცდილება იმ სამყაროში, სადაც დრონები და რაკეტები სულ უფრო ხშირად ხდება თანამედროვე ომების მთავარი იარაღი.